პირველი არხის ახალ შენობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დღესაც გაიმართა. ბორდის წევრებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი მოამბის პროდიუსერები და ტოქ-შოუების წამყვანები შეხვდნენ. პირველი არხის თანამშრომლებმა იმ ბრალდებებზე ისაუბრეს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით ისმის. მათ კატეგორიულად გამორიცხეს სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე ფორმის ჩარევა და მსგავსი ბრალდებები ეს ავტორებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდეს. ითქვა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული პროცესები, მათ შორის ბრალდებები, ბულინგი და შეურაცხყოფა გარედან მართული პროცესია. სხდომაზე გადაწყდა, რომ პირველი არხის იურისტები არხის მენეჯმენტისა და პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე მოკვლევას დაიწყებენ. შედეგების შესახებ კი ინფორმაცია როგორც საზოგადოებას, ისე სამეურვეო საბჭოს წევრებს და ბრალდებების ავტორებს მიეწოდებათ. თანამშრომლების შემდეგ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გენერალურმა დირექტორმა და მისმა მოადგილემ ისაუბრეს. მალიკა შალიკაშვილი ადევნებდა თვალს სამეურვეო საბჭოს სხდომას, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიკა. დიახნიკა საღამომშვიდობისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს დღეს საკუთარი მოთხოვნით საინფორმაციო სამსახურის უფროსი, საინფორმაციო გამოშვებების პროდიუსერები და გადაცემების დღის თემა და აქტუალური თემა წამყვანები შეხვდნენ. მათ ისაუბრეს ბოლო 2 თვის განმავლობაში მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე. 30 ნოემბრიდან მიმდინარე აქციებზე, რომლის ფონზეც უწევს საინფორმაციო სამსახურს მუშაობა და იმ ბრალდებებსა და შეურაცხყოფებზე, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საინფორმაციო სამსახურის მისამართით ჟღერს, როგორც მომიტინგეების, ასევე არხის იმ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან, რომლებიც არხის მეურვეებს გუშინ შეხვდნენ. საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერებმა ფაქტებით უპასუხეს იმ ბრალდებებს, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებში ამა თუ იმ თემის გაშუქებასთან ან არ გაშუქებასთან დაკავშირებით ჟღერდა. ეს პროცესები, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ხო? რაღაცნაირად უკვე გასულია იმ ჩარჩოდან, რომ ვიღაცას რაღაცა სიუჟეტი მოწონს ან არ მოწონს, ან ვიღაცას რაღაც ლაივ სინქრონი მოწონს თუ არ მოწონს. იმიტომ რომ ამის თქმა, აი ამის ახლა მე რაც ვთქვი, ხო, ყველანაირ ფორმატში შეიძლება ადამიანთან, ხო? მათ შორის სანამ დაუშვათ კიბეზე დადგები თუ ჩვენ ესე იგი, ჩვენგან ეს მაუწყებელი ვინმე უნდა დაიცვას. კი ბატონო, დაიცვას ჩვენგან ეს მაუწყებელი, არა მაქვს პრობლემა, მაგრამ კარგად აგვიხსნას იმ ადამიანებმა, რისგან და ვისგან იცავენ ამ ორგანიზაციას, ეს შეურაცხყოფები, რომლებსაც ჩვენ გარედან ვიღებთ და მე ეს ინაცვლებს სოციალურ ქსელში იგივე ადამიანების მხრიდან, ანუ ეს კამპანია, რომელიც ახლა დაგეგმილია იმისათვის, რომ ჩვენ მორალურად გაგვტეხონ და გაგვანადგურონ. ნახეთ, რატო არის მძიმე ჩვენთვის, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ეს თუ არის გამოხატვის თავისუფლება და ჩვეულებრივი ამბავი, ჩემთვის ეს პირადად ძალიან მძიმეა, იმიტომ რომ მე არასოდეს ჩემ ცხოვრებაში არ მიკადრებია არც ერთი ადამიანისთვის, არც ჩემი კოლეგებისთვის, არც გარეთ მდგომი ადამიანებისთვის კიდევ ერთხელ ვიძახი, მათ აქვთ პროტესტის უფლება, მაგრამ მე არასოდეს არ მიკადრია, რომ ვინმესთვის მიმეყენებინა შეურაცხყოფა და მე მეძახა, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ხდება ფაქტები, როდესაც ჩვენს ჟურნალისტებს ოპერატორებს აყენებენ შეურაცხყოფას, პირდაპირ ვიტყვი, იყო შემთხვევა გინების და ესე იგი, როდესაც ჩვენმა ოპერატორმა ეს გააპროტესტა, რომ უკაცრავად, მაგრამ ესეთ შეურაცხყოფებს ნუ მოგვაყენებთ, იქვე მეგობრებო, დინება არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით და ყველა ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავის მოსაზრება, მათ შორის ისეთი სიტყვებით, რომელიც თქვენთვის მიუღებელია. მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6 საათიანი მოამბის პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილი ივანოვ-ჩიქოვანი. და მე ჩემი გადაწყვეტილებით ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდგომ მე თავად ვთქვი ვარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. თუ თქვენ ან ვინმე საინფორმაციო სამსახურში, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც, ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე ოდესმე მისთვის მithოვია პირობითად ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ თქვენ ასეთ ადამიანს მოამბის საინფორმაციო სამსახურში უბრალოდ ვერ ნახავთ. გუშინვე თვითონ თქვა, რომ ჩემზე გავლენა არ იყო. 7 წელიწადნახევარია მე ვარ 6 საათიანი მოამბის პროდიუსერი. 7 წელიწადნახევარი არ არის არც ერთი დღე, არც 2, არც 3 და არც 1 წელი.
ამ ხნის განმავლობაში, როცა არსებობს პრეტენზია, თუ ასეთი ცუდია, თუ ასეთი გავლენის ქვეშ ვართ, თუ ასეთ ზეწოლას ვახორციელებთ, წამყვანზე იქნება თუ ჟურნალისტზე, მინიმუმ ხო შეიძლება რომ მითხრა რომ მე ეს ასე არ მინდა. არ მოგისმინა მაიამ, მიდი ეკაშონიასთან, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსია. მიდი მე ადი დირექტორთან. მთელი ეს, ანუ ჩვენ მივიღეთ რა პროცესი უყურეთ. 7 წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ და 7 წელიწად-ნახევრის თავზე უცებ, იმიტომ რომ აქცია მოგვადგა კარს. ამის შემდგომ ადამიანებმა გადაწყვიტეს რაღაც პროტესტის დაფიქსირება, ხო? პროტესტის დაფიქსირება ჩვენთან კი არა. პირდაპირ ჩადიან ადამიანები და კიბეებთან დგებიან და მიტინგს მიმართავენ, პრესკონფერენციას მიწყობენ. მართლა არ მეგონა რომ ჩემთან სალაპარაკოთ პირობითად თუნდაც ვასკას პრესკონფერენციის ჩატარება ჭირდება და ნამდვილად ვერ წარმომედგინა ასეთი რამ. ვინც მიცნობს განსაკუთრებით ამ ნიუსრუმში, ძალიან კარგად იციან, ჩემთვის რამდენად ძვირფასია ადამიანური ურთიერთობა, მაგრამ რაღაცას აქვს ზღვარი, რაღაცა უნდა და მე სწორედ ამიტომაც მივიღეს გადაწყვეტილება რომ მე აღარ ვაპირებ 6 საათიანი გამოშვების პროდიუსერობას, რომლის სამყაროც იქნებოდა ვასკა. თუ მე ვახორციელებ ვინმეზე გავლენას და მათ შორის მასზე განმეხორციელების გავლენა, მას მინიმუმ უნდა ეთქვა. 6 საათიანი მოამბის პროდიუსინგზე ვთქვი უარი და ეხავე ვიტყვი რატო, იმიტომ რომ მე ვასკას გულწრფელობაში უბრალოდ ეჭვმეპარება და გეტყვით ეხლავე რატომაც. 28 ნოემბერს ან 28 ან 29 ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სრულად მოწმენდილცაზე ისე რომ წინაპირობა უბრალოდ არ ყოფილა რომ ის რამე თუ ყოფილიყო ეთერით, არ ვიცი რამის გაშუქებით, ის ადგა ეთერიდან და გავიდა ეთერიდან და აღარ დაბრუნებულა. რამდენიმე წუთში სანამ მოამბის სხვა პროდიუსერები და ჟურნალისტები გავიგებდით ამ ამბის შესახებ, სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ ვასილ ივანოვმა პროტესტის ნიშნად დატოვა ეთერი. მეორე ან მესამე დღე იყო, ზუსტად არ მახსოვს, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი შევიდა ეთერში თიკოსთან და თქვა ის, რაც თქვა, რომ ვასილ მაღალაფერიძე არის ამ არხის პრობლემა. და გავიდა რამდენიმე დღე და მაშინდელმა პრეზიდენტმა, ანუ მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია ჟურნალისტები, მათ შორის დაზარალებული ჟურნალისტები და მათ შორის იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც და მას მამაცობისთვის გადასცა მედალი. ჩვენი დაშავებული ოპერატორის სახელი და გვარი ისმოდა ხშირად, რომელიც სპეცრაზმა ცემა. ეს ადამიანი სალომე ზურაბიშვილს არ დაუჯილდოებია. მე არ მახსენდება, რომ მას გაეპროტესტებინოს, რომ მისი თანამშრომელი, რომელიც სიკვდილამდე მიიყვანა სპეცრაზმა, დიახ, მას ჯილდო არ გადასცეს სამწუხაროდ. სიზუსტე მგონია რომ მნიშვნელოვანია. გუშინ აქ მყოფი მათ შორის ჩვენი კოლეგების ნაწილი, რომელიც პოზიციონირებს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები, რაღაცა საუბრობდნენ რაღაც არ მქონდა ეთერში, რაც მქონდა, შესაძლოა ისეთი ფორმით არა როგორც მათ მოწონთ. და მე მართლა გულწრფელად მაგას კითხვა, სველები რას ნიშნავს? ანუ მე საფრთხეს არ მოვადგენ ნიუსრუმისთვის, კონკრეტული გამოშვებისთვის, ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. თუ გარედან გვაქვს რაღაც საფრთხე, რომელსაც ჩვენ ვერ ვუმკლავდებით და ისინი უკეთ გაუმკლავდებიან. რამდენიმე ინტერპრეტაციაზე საუბარი რა, რომელიც ისეთივე კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, როგორც გენერალურ დირექტორთან დაკავშირებით ბრალდება, რომ მან გამოიყენა ტერმინი ჭყლეტა მოვლენების შეფასებისას. უბრალოდ ადამიანები არ უსმენენ, ალბათ ეგეთი შთაბეჭდილება დამჭა, თავიდან ბოლომდე იმ ინტერვიუს, რომელსაც მერე შეფასებებს აკეთებენ. რა ვიცი, ბოდიში კი მოიხადა ქალბატონმა ნინო, მაგრამ არ ვიცი გაიგო თუ არა მაყურებელმა, რომ ეს იყო უბრალოდ პასუხი ბორდის ხდომაზე ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის მიერ გამოყენებულ ტერმინზე. არის რომ არ გავაშუქეთ მაგალითად 9 დეკემბრამდე, თუ სწორად მახსოვს ესე იყო, ხო? ჩვენი თანამშრომლის ჩართვის ოპერატორის დათო ბეჟანიშვილის კადრები არ ვაჩვენეთ. ეს კადრები იძებნება YouTube-ზეც შეგვიძლია ვნახოთ მოამბის 3 საათიანი გამოშვება. ნამდვილად ვაჩვენეთ სხვა დაშავებულების კადრებთან ერთად. აბსოლუტური ტყუილია ის, რომ ჩვენ ეს კადრები არ ვაჩვენეთ მეორე დღესვე. უпростоრად რამდენიმე საათში ფაქტი და არ ვიცი, შეიძლება არ დამეთანხმოთ, ჩემი მუშაობის პრინციპი ოპერატიულობაზე უფრო სიზუსტეა. გუშინ იყო კიდე რაღაც სხვა არხების კადრების გამოყენებაზე ბატონი ზვიად ქორიძის кейსთან დაკავშირებით ბათუმში მოხდა ეს შემთხვევა, როცა მას თავს დაესხნენ.
ამას წინ უძღოდ რატო არ გქონდა ჩვენ ზვიადის კომენტარი, ბატონის ზვიადის კომენტარი დღის განმავლობაში გამოშვებაში. ამ თავდასხმის წინა დღეს იყო მზი ამაღლობელი სასამართლო პროცესი ბათუმში, რომელსაც სხვა მედია საშუალებებთან ერთად აშუქებდა ჩვენი გადამღები ჯგუფით, მერაბ წულუკიძე, ჩვენი კორესპონდენტი და ჩვენი ოპერატორი ედუ, რომელიც 12 საათი რომ ხდებოდა, გამოვიდა ჟურნალისტი მასალის მოსაწოდებლად და პირდაპირ ჩართვის მოსამზადებლად. სასამართლოდან გამოვიდა გარეთ. რა დროსაც მას ბატონმა ზვიადმა მიმართა რეპლიკით, რომ უინტერესო გეჩვენა პროცესი და იმიტომ გადიხარ, რაც გააპროტესტა ჟურნალისტმა, რომ როგორ გეკადრებათ, ჩართვისთვის გავდივარ. იქ მოხდა რაღაც, ესე ვთქვათ, კონფლიქტს ვერ დავარქმევ, ალბათ მათ შორის რაღაც უთანხმოება ამ თემაზე, იმიტომ რომ შეურაცხყოფელია ხო ჟურნალისტისთვის, რომელიც დილიდან მუშაობს, წინადღითაც მუშაობდა და ეუბნები, რომ იმიტომ გადიხარ, რომ არ გაინტერესებს პროცესი, როცა თავისი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად გამოვიდა სხდომათა დარბაზიდან. ზვიად ქორიძეზე მოხდა ეს თავდასხმა სასტუმროს შენობაში, იმ ღამეს, როცა გავიგეთ, შევიტყვეთ ამის შესახებ მათ შორის სოციალური ქსელებიდან, გავრცელდა ეს მისი მონეთხრობი, სადაც ის აღწერდა რა მოხდა, როგორ მოხდა და შევიტყვეთ ასევე, რომ გიორგი გახარიაზეც იყო ფიზიკური თავდასხმა, რა თქმა უნდა დავიწყეთ ამ ამბის გარკვევა და მოძიება. ბატონ ზვიად ქორიძეს ვურეკავდით ნიუსრუმიდან, ურეკავდა ლიკა ხურციძე, ჩვენი პროდიუსერი, რომ 12 საათიან გამოშვებაში როგორმე მოგვესწრო მისი კომენტარი, მესიჯზე შეტყობინებაზე, SMS შეტყობინებაზე არ უპასუხა და ლიკას ბოლოს როცა უპასუხა ზარზე უთხრა, რომ ვერც სატელეფონო კომენტარს ვერ მოახერხებდა, იმიტომ რომ გამოკითხვაზე უნდა წასულიყო. მერაბი, რა თქმა უნდა, თავის ოპერატორთან ერთად მივიდა იმ სასტუმროსთან, მაინც სხვა ჯგუფებთან ერთად, საიდანაც გამოსულმა ზვიად ქორიძემ თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებდა. მას შემდეგ, რაც მე ყველა მცდელობა ამოვწურე, რომ პირველ წყაროსგან მიმეღო ინფორმაცია, რა მოხდა, როგორ მოხდა და ვინ იყო დამნაშავე, აი რაც ეს ამოვწურე, მას შემდეგ მე-9 საათიან მოამბეში სიუჟეტში დიახ გამოვიყენე სხვა მედია საშუალების მასალა, იმიტომ რომ არ მქონდა სხვა ალტერნატივა ზვიადის პოზიციის გასაჟღერებლად. ჩვენ ხშირად გვადარებენ ხოლმე ამ სხვა არხებს, მე არ უნდა გავაშუქო ისე როგორც აშუქებს სხვა. მე პასუხისმგებელი ვარ გადამოწმებაზე ინფორმაციის, იმითი რომ ზიანი არ მივაყენო ვინმეს თუნდაც უნებურად. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველაფერი მოხდეს ეთერში და მაყურებლამდე მივიდეს ყველა ინფორმაცია. რატომ შეიძლებოდა მე მაგალითად ზვიად ქორიძის შემთხვევაში დამემალა რაღაც, თუ კი გიორგი გახარიას ვიდრე თვითონ გააკეთებდა განცხადებას, მისი თანაპარტიელების შეფასებას იმავე დღეს, იმავე სასტუმროში მომხდარ თავდასხმაზე ჩავწერდი და აი ზვიად ქორიძეს რატომღაც არ ჩავწერდი. დათო ბეჯანიშვილი ჩვენი თანამშრომელი, ძალიან მაგარი ბიჭი, მისგან ავიღე ეს ნებართვა, მე ვკითხე თუ შემიძლია რომ ხვალმე თქვა შენი სახელი გავაჟღერო, იმიტომ რომ ეს რაღაცა იარაღად გამოყენება დათოსი, ჩემ წინააღმდეგ ცოტა მინიმუმ სასაცილოა, მაგრამ ნუ კარგით, არა უშავს, ამას დავანებოთ თავი. მე უბრალოდ რა მიკვირს, იცით, ნახეთ, დათო ჩვენი თანამშრომელი წლებია, ვისაც ესე გული შეტკიოდა დათოსთან დაკავშირებით, მე უბრალოდ დამაინტერესა, ეხლა ვასკაზე არ ვლაპარაკო, მან მითხრა რომ ვასკა შემხვდა კიბეზე და ნამდვილად ეხლა ვასკა მომიტო გასაგებია და აი ეს დანარჩენები რომლებიც არც ვიცოდი თუ იცნობდნენ დათო ბეჯანიშვილს, ხო? რაღაცნაირად არ დაინტერესებულან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჩვენ ერთ შენობაში ვმუშაობთ და დაუშვათ თუ ესეთი რაღაცა და მე გულწრფელად ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილად ეხლა ემპათია ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს და ალბათ ეხლა ამ ადამიანებსაც აქვთ ეს ემპათიის განცდა. არავის არ ვაკნინებ ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ გამიკვირდა, რომ რაღაცნაირად ვკითხე, რომ მე ვთხე რამე ხო არ ყოფილა რაღაცა და არავითარი ის არ ყოფილა მათი მხრიდან დათოს ჯანმრთელობის და ჩვენ ახლა რაც დათო ჩვენი თანამშრომელია, რა ვიცი ახლა ეს რაღაცა მართლა მენიშნა დათოს გამოყენება ჩვენსაც რაღაცა არასწორი გზა იყო არჩეული. გადაცემების აქტუალური თემა და დღის თემა წამყვანებმა მაკა ცინცაძემ და თამთა სანიკიძემ და გადაცემის პროდიუსერმა თამარ გოგესაშვილმა თამრვეო საბჭოს წევრებთან ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა პირობებში უწევდათ მუშაობა ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც საინიციატივო ჯგუფი მათ მიერ შერჩეული სტუმრების ვინაობას ხშირად ეთერის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე ამხელდა. ცდილობდა გადაცემების დაგეგმვაში ჩარევას და საკუთარი დღის წესრიგით მუშაობას. მათ შორის წამყვანებისა და პროდიუსერების მიერ
მეორე ბლოკის სტუმრების რბილად რომ ვთქვათ დაწუნებას და გაპროტესტებას. მას შემდეგ რაც მოამბისა და პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერებმა და წამყვანებმა საკუთარი პოზიცია და მოსაზრებები გააჟღერეს, აღნიშნულ თემებზე უკვე საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს სამეურვეო საბჭოს წევრებმა. შეგახსენებთ, რომ სხდომას ბორდის 11 წევრიდან ესწრებოდა 9 წევრი. სხდომის დაწყებამდე გაჟღერდა ბორდის წევრის ლიკა ბასილაია შავგულიძის წერილი, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდა, რომ მან უარი განაცხადა საინფორმაციო სამსახურის პროდიუსინგთან შეხვედრაზე. თვენახევრის განმავლობაში გვიწევდა წარმოუდგენელ პირობებში მუშაობა და მე მაქვს აქვე შეკითხვა აუცილებლად სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებთან, წევრებთან, სამწუხაროა ისიც, რომ არ ხართ სრული შემადგენლობით დღეს არ იმყოფებით, რადგან მათი პოზიციის მოსმენაც ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ერთ საკითხთან მიმართებაში. მაგალითად, იმასთან მიმართებაში, როდესაც გიორგი ჭანდურია ეგრეთ წოდებულ საინიციატივო ჯგუფთან ერთად მიგეგმავდა გადაცემას, სტუმარი ფაქტობრივად საღამომდე არ ვიცოდი. ვინ იქნებოდა? არ ვიცოდი თემა, რა თემასთან დაკავშირებით მოდიოდა ესა თუ ის სტუმარი სასაუბროდ. გარდა ამისა, აქ იყო საუბარი მათ შორის რესპონდენტების შერჩევაზე. რა თვალსაზრისით იწუნებდნენ რესპონდენტებს თუ მეორე ნაწილს ხომ ჩვენ პატიჟებდით? მიდიოდა დაწუნება, არა მარტო დაწუნება, მათი შეურაცხყოფა, მათი წარმოუდგენელი ბულინგი. სოციალურ ქსელებში ისეთ შეურაცხყოფებს აყენებდნენ ამ ადამიანებს ენით აღუწერელს, მათ ოჯახებს, უწყევლიდნენ შვილებს. ეს ხდებოდა მთელი თვენახევრის თუ 2 თვისგან, დღესაც გრძელდება სხვადასხვა. იყო შეკითხვებთან მიმართებაში, ეს შეკითხვა როგორ დასვი? პირდაპირ მიდიოდა ბულინგი ჩვენი მისამართით, რომ ესა თუ ის შეკითხვა, ესა თუ ის საკითხი, როგორ გავბედეთ აი ასე და გავიტანეთ. რამდენიმე რესპონდენტს ვესაუბრე პირადად, სატელეფონო საუბარი შედგა, ისინი დამთანხმდნენ მოსვლაზე, გადაცემაში, სტუმრობაზე, შემდეგ დაახლოებით 10 წუთიანი ინტერვალით მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული საინიციატივო ჯგუფი და მათ აუკრძალეს გადაცემაში მოსვლა. მე მაქვს თქვენთან ასევე შეკითხვა მეურვეებთან. როდესაც გარედან კონკრეტული ჯგუფი არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება გიორგი ჭანდურია თუ სხვა დანარჩენები. საინიციატივო ჯგუფი რომ დაირქვეს. არის თუ არა ეს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, როდესაც კონკრეტული ჯგუფი მიგვითითებს, ვინ მოვიყვანოთ, ვინ არ მოვიყვანოთ, გვიდგენენ ფაქტობრივად ამ ჯგუფის წევრები შავს სიებს, დიახ, პირდაპირ მნიშვნელობით გვიდგენენ სიებს, ვისი მოყვანა შეიძლება და ვინ არის დაწუნებული რესპონდენტი. გიორგი ჭანტურია მაძლევდა სიას, ასე ვთქვათ, სტუმრების ჩამონათვალს, ვინ მოვიდოდა მომდევნო გადაცემაში სტუმრად, მაგრამ ის პირველ ეტაპზე ცდილობდა, რომ ეს სტუმრები ყოფილიყვნენ ჩვენთვის ცნობილი ძალიან გვიან. გვიან გულისხმობ საღამოს 6 საათზე, 7 საათზე, ზოგჯერ შეთანხმებული სტუმარიც კი, როცა ვიცოდით წინასწარ ვინ მოდიოდა მათი მხრიდან, შეუცვლიათ ბოლო წუთს გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. მისი პასუხი იყო ასეთი: დიახ, ჩვენს ინტერესში შედის, რომ თქვენ არ მოამზადოთ გადაცემა წინასწარ. ასევე მათ მოჰქონდათ გარკვეული კადრები, მე არ ვიცი რა იყო ეს კადრები, მართალი რომ გითხრათ, იმიტომ რომ გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე და ერთი შემთხვევა იყო, რომ გადაცემის მიმდინარეობისას უკვე სტუმარი იყო სტუდიაში შესული და საუბრობდა და მწერდნენ ცალკე გიორგი ჭანტურია და ასევე ეს სტუმრები თვითონ, რომ ეს კადრები მათი საუბრის პარალელურად მე უნდა გამეშვა ეთერში გადაცემის მიმდინარეობისას, რაზეც მე მას ვუთხარი უარი, ბუნებრივია, იმიტომ რომ ერთი რომ მე არ ვიცი რა შინაარსის იყო ის კადრები, არ ვიცოდი წინასწარ და მათ თუ სურვილი ქონდათ რომ მე ეს კადრები გამეშვა ეთერში, მათ უნდა მოეტანათ ადრე ბუნებრივია ეს კადრები, შეგვეფასებია რა შინაარსის იყო და გადავწყვეტდით, ჩავთვლიდით თუ არა საჭიროდ ამ კადრების ეთერში გაშვებას. ჩემ საკადრო ტექსტებში ხელმძღვანელობ ერთადერთი პრინციპი და რა არის ჩემი მისია და ამოცანა. მაყურებელს მოვუყვე ამბის შესახებ, რომელიც ხდება ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ. რაც მთავარია პრობლემის სიმწვავე მივიტანო აუდიტორიამდე და ამ საკადრო ტექსტში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ყველა მხარის პოზიციების ასახვა, რომლებიც ამ თემასთან დაკავშირებულ ადამიანებს, პოლიტიკურ ჯგუფებს თუ საზოგადოების წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტულ საკითხთან და თემასთან დაკავშირებით. ამავე პრინციპით ხელმძღვანელობ გადაცემის დროსაც და
რესპონდენტებიც თანხმებიან პირველ რიგში, რომ არ ყოფილა ერთი გადაცემაც კი, სადაც მე მხოლოდ ერთი მხარე მყავდა წარმოდგენილი, ყოველთვის და დაცული არის ბალანსი. ერთ კონკრეტულ თემაზე არის წარმოდგენილი როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე, გულისხმობ პოლიტიკურ ჯგუფებს და ასევე საზოგადოების წარმომადგენლებს და ჩემი მთავარი მისია და ფუნქცია არის იქ, რომ ეს იყოს ნეიტრალური პლატფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის, სადაც ადამიანებს ერთ კონკრეტულ მოვლენისა და საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ერთმანეთს არ ეთანხმებოდნენ და მათ ჰქონდეთ რადიკალურად გასხვავებული მოსაზრებები ერთ სივრცეში, ერთი პლატფორმიდან, ამ შემთხვევაში გადაცემიდან მაყურებლამდე მიიტანონ თავიანთი სათქმელი, მიეცეთ მათ აზრის გამოსახატად საშუალება, შეუზღუდავი საშუალება და რაც მთავარია, დავსვათ კითხვები. კრიტიკული შეკითხვები პირველ რიგში ხელისუფლების მისამართით, იმიტომ რომ ის არის მას აქვს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც ოპონენტების მისამართით. საკმაოდ მძიმე არის დამეთანხმებით ბრალდება იმის შესახებ, რომ პირველი არხის საინფორმაციო სამსახური ატარებს პროპაგანდის ხაზს. და ბოლოს არხის გენერალური დირექტორის მიმართ ბოლო დღეებში ჩვენ ნახეთ წარმოუდგენელი მასშტაბის ცილისმწამებლური კამპანია. კონტექსტიდან ამოგლეჯილი ერთი ფრაზის გამო, რომელსაც შემდგომ მოყვა ეს კამპანია, რომელიც ყველანაირ ზღვარს ცილდებოდა ჩემი აზრით. მე არ ვთვლი, რომ თინათინ ბერძენიშვილი არხის გენერალური დირექტორი და ხელმძღვანელი არის ადამიანი, რომელიც ატარებს თურმე საბჭოთა პროპაგანდისტულ ხაზს. მე ვთვლი, რომ პირველ არხს დღეს მართავს ადამიანი და იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას ადამიანი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირის საამაყო წევრად დაასახელეს. ეს არის ფაქტი. თქვენ მორალურად ნამდვილად ვერ გატყდებით, იმიტომ რომ თქვენ ხართ სუპერპროფესიონალები. ის რაც დღეს ჩვენ თავს, მარტო თქვენ თავს არა, ჩვენ თავს რაც ხდება, ესეც გაივლის აუცილებლად, მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცით, ის გატეხილი ხიდი როგორ უნდა გამრთელდეს, აი იმ გუშინდელ გუნდსა და თქვენ შორის. მე ამაზე ვდარდობ, ამაზე ვფიქრობ. იცით? ავიცი ახლა ადამიანებმა ასე გადაწყვიტეს, რომ ამ გზით იარონ, აღმოჩნდა რომ რაღაცები რომ მოვისმინე, მოკვლევაც დაიწყება ალბათ, რაც შეეხება სიებს. ეს შავი სიების ამბავი ნამდვილად არ ვიცოდი. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რამ, რაზეც მაკამი საუბრა. მე არ ვიცი როგორ უნდა მიდგენდეს გარედან შემოსული ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცის ჟურნალისტიკის ანი და ბანი, როგორ უნდა შემომიტანოს მესია და როგორ უნდა მართოს. მე, ნახო თქვა, თქვენზე ვამბობ მე ზოგადად, როგორ უნდა გმართოთ და როგორ უნდა განგისაზღვროთ სტუმარი იმ გადაცემაში, რომლის ავტორი და წამყვანი თქვენ ხართ. ჩვენ მოვისმინეთ აქ გუშინ ძალიან ისეთი სევდიანი სახეებით და ძალიან ისეთი შემაძორწუნებელი პათოსით ჩვენი თანამშრომლის დათო ბეჟანიშვილის ამბავის შესახებ. აღმოჩნდა, რომ აქ ძალიან ბევრი რამ სწორედ იმის საპირისპიროა, რაც ჩვენ გუშინ აქ მოვისმინეთ. შემდეგი მომენტი ეს არის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის საკითხი, რომელსაც ხან სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს აბრალებენ, ხან არხის გენერალურ დირექტორს აბრალებენ. აქ რეალური გავლენები, როგორც ყოფილა და რაც ყოფილა, აგერ ჩვენ დღესაც მოვისმინეთ ეს. რა გავლენა, როდესაც გამოდიხარ, ამბობ, რომ გავლენა არხზე და მე ამბობ, რომ მე ეს არ მიგრძნია. მეორე ამბობს, არც მე არ მიგრძნია, მესამე ამბობს, არც მე არ მიგრძნია. ვინ იგრძნო? კი, მაგრამ ვინ არის ასეთი მგრძნობიარე, კაცო? რომელიც არ ჩანს და ყველაფერს მაინც თავის სახელს არქმევს, ისე როგორც თვითონ უნდა. წარმოუდგენელი ამბავი, რა სტანდარტში ჯდება ეს ადამიანთან მეხვიდე ყურში დედის და შვილის და ცოლის და ყველა გინება ჩასძახო. და მე თქვა, რომ იცით რა აღელვებული ვიყავი და თუ ეს დასაშვებია ხალხო, მაშინ ყველა იქნება ასე აღელვებული და აღარ იქნება ამის არანაირი კონტროლი. ყველაფერი ეს, რასაც აი ბოლო ხანს ჩვენ უყურებთ და ვისმენთ, არის ძალიან კარგად დაგეგმილი, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დაფუძნებული და მუდმივი პროვოკაციებით გაჯერებული სპეციალური ოპერაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლების კი არა, დაუფლების მიზნით. კითხვა დასვეს ჟურნალისტებმა, რომ მათთვისო შავი სია არსებობს და ზოგიერთი ადამიანი მიუღებელია ეთერში, ანუ იმ ჯგუფისთვის. მე უფრო შორს წავალ, არა მარტო ეთერში, საერთოდ ზოგიერთი ადამიანის არსებობას მიუღებელია ასეთი ჯგუფისთვის. მე ვაფიქსირებ მხარდაჭერას თითოეული თანამშრომლის მიმართ. მე ვაფიქსირებ ჩემს უდიდეს მხარდაჭერას თინათინ ბერძენიშვილის მიმართ
და ეს მხარს უჭერ მთლიანად, რომ განხორციელდეს ყველა იმ წამოჭრილი საკითხის მოკვლევა იურიდიული სამსახურის მიერ. თუ ჩემი ხმა ამისთვის საჭირო, მე მზად ვარ, რომ მონაწილეობას მივიღო, თუ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნა საჭირო, ყოველი ეს საკითხი, რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში უნდა იყოს გამოკვლეული და დასკვნა უნდა იცოდეს საზოგადოებამ. შეუძლებელი ადამიანმა გააკეთოს ის, რაც გააკეთეს მათ, თუ არ აქვთ мотиваციას. შეუძლებელია. ავიღოთ ის ბატონი, რომელმაც დააბრალა ადამიანებს, რომ ფეხბურთის დროს ესენი ხდება. მე გუშინათვე შევამჩნიე და თქვი. და თქვენ რომ შეიძლება არ გქონდეთ მაგდენი გამოცდილება რა. როცა ადამიანი ყვება, მე არ ვიცი რაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რაზეც ამახვილებდა ყურადღებას, ზუსტად იმის მიხედვით დავადგინე, რომ ეს ადამიანი იტყუებოდა. დააკვირდით მის საუბარს. ყველა ფერში, ყველა იყო დამნაშავე, მაგრამ პასუხისგებლობას იღებდა ის. ასეთი ანგელოზები ფრთიან და ბოდიშეხტი და კიდე ფრთიანი ანგელოზები არ არსებობს და მე მაგ ადამიანის ცხოვრებას კაი ხანია ვიცნობ. იმან შეგნებულად გააკეთა დააბრალა ადამიანებს ისეთი რამე, რომელიც მე მგონია, რომ ფონდა გუშინ ეჭვი და ამასაც ვიტყვი რა არდემას იზავ. ფონდა გუშინ ეჭვი, რომ ეს ყველაფერი იყო ბორტის გარკვეულ წევრებთან შეთანხმებული. მაგრამ ვერ ვამბობდი იმას და ვერ ვიტყოდი ვისთან კონკრეტულად, მაგრამ დღეს შემიძლია უკვე ვთქვა, ის ადამიანი, რომელიც შეგნებულად არ მოვიდა და წელი გამოგზავნა, ის ყოველ შემთხვევაში მონაწილეა იმ პროცესებში, რაც ხდებოდა. ზოგიერთ შეიძლება მისი დარიგებითაც ხდებოდა. ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ გარეთ არიან ვიღაც ადამიანები, რომლებაც აიღეს რაღაც ეს ფუნქცია და უცბად აღმოჩნდა, რომ რაღაცა ცენზურა უნდა დააწესონ. ვინ მოიწვიოთ, ვინ არ მოიწვიოთ, რატომ უნდა მოიწვიოთ, რა შეკითხვა უნდა დაუსვათ, რატომ არ უნდა დაუსვათ ის შეკითხვა, როგორ უნდა მოამზადოთ გადაცემა, ჩვენ მოვიპოვეთ ეთერი. რა მოიპოვე, კაცო? რა აიღე? შტურმით აიღე? ყარსის ციხია? უსტაბაშის ციხია? ვინ ახარ შენ საერთოდ? რო ამბობ, რომ მოიპოვე. მეორე, როდესაც პროდიუსერი გეუბნება და წამყვანი, რომ მას ჭირდება სტუმართან კომუნიკაციისთვის გარკვეული დრო. სანამ ის ეთერში დაჯდება. მე გუშინ დავუსვი ეს შეკითხვა, აქ გუშინ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც გუშინ აქ იყვნენ. ეთანხმებოდნენ თუ არა გარე პროდიუსინგს და იმ აგრესიას, რომელიც ამ პროდიუსინგის დროს ხდებოდა. არა, ყველამ თქვა, რომ არც ერთი მათგანი არ ეთანხმებოდა. მაგრამ აქამდე მათ ხმა არ ამოუღიათ ამასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, მათ უთხრეს ამ შტურმით რომ მოადგენენ ტელევიზიას იმათ რომ თქვენ არა გაქვთ ამის უფლება, თქვენ არა გაქვთ უფლება რომ თამარ გოგესაშვილს და მაკა წინცაძეს უკარნახოთ, თქვენ ვინ მოიწვიოს სტუმრად და როდის, თქვენ არა გაქვთ უფლება რომ საინფორმაციო გამოშვებების შინაარსში ჩაერიოთ. უთხრეს რა ჩვენმა თანამშრომლებმა არიციან რომ რისი უფლებაც მე არა მაქვს, რისი უფლებაც იგივე ჩვენი ტელევიზიის სტაჟიან თანამშრომელს ნინო ზაუტაშვილს არა აქვს. არა აქვს იმის უფლება, რომ თამარ გოგესაშვილზე და მაკა წინცაძეზე ზეწოლის განხორციელება სადოს ეს რატო მოიწვიე, ეს რატო არ მოიწვიე, ეს შეკითხვა რატო დაუსვი და ეს შეკითხვა უნდა დაგესვა. მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება. ეს არის პრეზიდენტის მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაჯილდოება. ნუ ახლა უსტაბაშის ციხე წეგარ უკვე ვახსენე, მაგრამ პარლამენტის შტურმის მცდელობაც კი არ ქონია მას. არც მიკროფონი მოუქნევია. და არც არაფერი არ გაუშუქებია ველზე, ასე ვთქვათ. ველზე არ უმუშავია. ბატონო? ველზე არ უმუშავია ამ ადამიანს. და ის ადამიანი, რომელზეც ახლა სპეკულაციურად საუბრობენ, ბეჟანიშვილი, სალომე ზურაბიშვილს არ გახსენებია და გაახსენდა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. ქორიძემ რო კომენტარი არ მისცა. მე ვფიქრობ, რომ ესეც არ ვარ ზოგადად შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ მე მგონია, რომ ესეც საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციის რაღაცა პატარა ფრაგმენტი იყო ზვიად ქორიძის მხრიდან. ის შეგრძნება, რომ იქ გარეთ დგანან ადამიანები, ვინც შვილებს წევლიან, აი ყველაზე საშინელი ადამიანები, თქვენ არ გაბრალებთ თავს არ ზოგადად აი ესე წარმოჩენა, რომ ყველა არის აი Facebook-ზე შედიან და საშინელებებს წერენ და ეს ასე არ არის. მე მინდა საზოგადოებას უთხრა და როდესაც თქვენ საუბრობთ, ხო ხა მე არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, არც მათთან ვისაუბრია ეს როგორ ხდებოდა გადაცემების დაგეგმა, მაგრამ არავის არა აქვს. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ამ შემთხვევაში ჩემ თავზე ვიყო პასუხისგებელი, იმიტომ რომ ნაწილმა ბორდის წევრებმა პრაქტიკულად ამ რაღაცა დიდ იმაში Excel-ში დამინახეს, რომ გინდა თუ არა ერთი პოზიცია უნდა გაჟღერდეს და მეორე პოზიცია
არა და არასდროს არ უნდა გაისმოს. არანაირი შეფასება და თქვენი პირადი აზრი ჩვენთვის არ არის შეურაცხყოფა და ეს არის ჩვეულებრივი. ჩემთვის შეურაცხყოფა იცით რა არის? ნახეთ, თქვენ სანამ აი ამ აზრს ახლა ჩვენთან დაკავშირებით რაც გქონდათ, ხო? არაფიქსირებდით ჩვენთან ამ აზრს და ახლა პირდაპირ გეტყვით მაშინ. ნახეთ, მე გამიხარდებოდა მაგალითად თუ ეს შეკითხვები გქონდათ, თქვენ მე მგონი არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ბორდის წევრებს მე მგონი აქვთ უფლება, რომ მოიწვიონ თუნდაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი პროდიუსერები, ხო? ჩვენ ყველა და დაუშვათ დასვათ აი ეს შეკითხვები, დაუშვათ სანამ აი ამ კრიზისში შევიდოდით ყველა ერთად, ეხლა რა კრიზისში ვართ შესული. ნახეთ, და მე დავინახე რა და მე ეხლა არ ჩამითვალოთ, რომ ეს რაღაცა მეც ვანიპულირებ ეხლა ამითი. ნახეთ და მართლა გული დამწყდა, რომ თქვენ ეხლა კარგია რომ ამას აფიქსირებთ, აი ეხლა ამ რაღაცა კრიტიკულ მომენტში, მაგრამ თქვენ სხვათა შორის იმ ადამიანებთან ერთად იდექით, რომლებიც ჩვენ პირდაპირ გეუბნებით, გვაყენებდნენ შეურაცხყოფებს, თქვენ ამას ვერასოდეს ვერ დაგაბრალებთ, მე რომ თქვენ გვაყენებდით, და იმიტომ რომ ესეთი რამე არ მომხდარა და ეს არის ფაქტი. მაგრამ კითხვის ნიშანი თუ გაგვიჩნდა ადამიანებს, რომ ჩვენი მეურვეები, რომლებიც სხვა პოზიციაზე არიან, გვაკრიტიკებენ, არ მოვწონვართ, ჩვენი ტვიტერი არ მოწონთ, ჩვენი ნიუსი არ მოწონთ, ჩვენი მოამბე არ მოწონთ, ნახეთ დგანან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც კი არ გვაკრიტიკებენ, რომ უბრალოდ ჩვენი ნიუსი არ მოწონთ, გვაყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას. თქვენ ამას ემიჯნებით ალბათ, მე ეჭვი არ მეპარება ამაში, თუმცა ნახეთ, ეხლა გვისვამთ აი ამ შეკითხვებს და დამიტოვეთ უფლება, რომ მეც მქონდეს მოსაზრება, რომ თქვენ მტერი კი არ ბრძანდებით, არ ახართ რა თქმა უნდა მტერი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ ეს დისკუსია, თუნდაც კამათი, რომ მე ეს მომწონს, მე ეს ჯანსაღი პროცესია, მე გამიხარდებოდა, რომ თქვენთან მქონოდა. გავჯდეთ, გავარჩიოთ, გავყვეთ, ამაზე მეც ბევრჯერ ხმამაღლა მithქვამს და ამის სურვილია დღესაც გამოვხატავ, მათ შორის აი არ ვიტყვი არავის სახელით. ჩემი სახელით ისევ და ისევ ამას დიდი ხანია ვამბობთ. ანუ ეს არ არის ისე რომ 28 რაღაცა დღე 28 ნოემბერს ვიღაცემა გადაწყვეტეს რაღაცა და ეს გავარჩიოთ, გავყვეთ. უბრალოდ ორივე შეიძლება ჩვენ აზრზე დავრჩეთ საბოლოო ჯამში. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სამეურვეო საბჭოს წევრებთან სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ არხის მენეჯმენტის წარმომადგენლები, მათ შორის არხის გენერალური დირექტორი და არხის სპორტული რედაქციის პროდიუსერები, რომელთა მისამართით გუშინ საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის გაშუქებასთან დაკავშირებით რეჟისორ კახა მელიქიძეს მხრიდან გაჟღერდა ბრალდება ტრანსლაციისას დირექტივების მიღების თაობაზე. UEFA-ს წესებით, ანუ მაუწყებელი ვალდებული აჩვენოს ჰიმნების დროს ეს VIP ლოჟა, თუმცა ასევე მაუწყებელს შეუძლია კიდევ რამდენჯერმე იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელს მაინც ასე თუ ისე აინტერესებს ამ ლოჟაში მჯდომი ადამიანები, აჩვენოს ეს ლოჟა, ანუ VIP ლოჟაზეა საუბარი. და ეს უნდა შეთანხმებული იყოს UEFA-ს ოფიცერთან. UEFA არის ძალიან სენსიტიური ორგანიზაცია, რა კუთხით. როდესაც რომელიმე ორგანიზაცია მაუწყებელი უშვებს რაიმე ოდნავ პატარა შეცდომასაც კი, ან რაიმე გადაცდომას, ის აუცილებლად მყისიერად აგზავნის შენიშვნას, მყისიერად აგზავნის იმეილს. და მე მინდა ვთქვა, რომ ამ წლების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ამ VIP ლოჟას თქვათ რამდენჯერმე ვაჩვენებდით პირველი არხის ეთერში, არასდროს არც ერთხელ UEFA-ს ჩვენთვის შენიშვნა არ მოუწია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამითი არანაირი UEFA-ს წესი არასდროს არ დაგვირღვევია. სტანდარტია, რომ ჰიმნის დროს ვაჩვენებთ ლოჟას, სადაც პრემიერი ყავს იმ ქვეყანას პრეზიდენტი თუ ვინც ყავს, ის ერთიანად შენ უნდა არსებობს ეს დაწერილი სტანდარტი? რა თქმა უნდა, არსებობს ეს სტანდარტი. მოგვიტანე? და როდესაც ამ ლიცენზიას ვყიდულობთ, ეს სტანდარტი ამას მოყვება. ყველაზე კარგად ეს სტანდარტი კახა მელიქიძე მეცის. არასდროს არც მანამდე ამდენი ხანი მოვდივართ. ძიუდო იქნება, რა ვიცი, ძალოსნობა იქნება, კალათბურთი იქნება, ფეხბურთი იქნება, რაც იქნება, მსგავსი ჩვენ. არასდროს არაფერი არ შეგვქრია. იქიდან რაღაცას ამბობდა, რომ პრეზიდენტის კადრი ცალკე ვანახო, მე მართალი გითხრათ, არ მახსოვს ეს თამაში ზუსტად რა ანახა, როგორ ანახა. ბოლო პერიოდში მთავრობას და პრეზიდენტს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ, ქალბატონი პრეზიდენტი არ ჯდებოდა ლოჟაში, ანუ სტანდარტის მიხედვით, მისი ჩვენება
ხდება ლოჟის ჩვენება, მაგრამ მიუხედავად ამისა თვითონ კახა ამბობდა, რომ მე პრეზიდენტი მაინც მოვნახე, სადიდჭდა ხალხში და ეს ყველაფერი ვანახე. ნახსენები იყო თქვენი მესიჯი ეს პირდაპირ. ჩემი მესიჯი რაც იყო მე შიდა ჯგუფშიც დავდე, იმიტომ რომ მიმოწერაში ვნახე, რომ მარტში მქონია კახასთან მიწერილი, რომ ისა კახა ისა პრემიერის ისა ლოჟა აჩვენე რა. რადგან კახა არ პასუხობს და მე მომწერად მატჩის ბოლოს რომ ახლა ვნახე შენი მესიჯი, ხო ვაჩვენე. მარტის თამაშზე იყო წამიანი კადრი იყო თუ ორწამიანი კადრი იყო, სადაც ლოჟა არ იყო წესიერად ნაჩვენები და ამაზე მაქვს მე მიწერილი, იმიტომ რომ მე დამიკავშირა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებსაც მისაყვედურეს, რომ ეს არ იყო ჩვენება, ჰიმზე წესიერად არაჩვენა და იქნებ შენებს შეეხმიანო და ეს უთხრა, რატომ დაჭირდა კახას ეს, რატომ ამ ხნის მანძილზე თუ რამე პრობლემა ქონდა, თუ რამე პრეტენზია ქონდა, თუ რამ არ მოსწონდა, რატო არასდროს არ დაცდენია ის ჩემთან. მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, ალბათ კახას უნდა და მიიღო ის შედეგი, რაც მიიღო. იმიტომ რომ რაღაც მისან მიმართულად მიდის ერთიანად მაუწყებლის გაშავება, ცალკეული წევრების ბორდის თავმჯდომარეა თუ გენერალური დირექტორია და რა ვიცი რა აღარ მოვისმინეთ, ჯერი ჩემს ზეც დადგა ალბათ. მარტის თამაშზე რაზე ჩვენ საუბრობ, მანდ გარდა იმისა, რომ მთავრობის წარმომადგენლები თუ UEFA-ს წარმომადგენლები თუ მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენლები იყვნენ იმ ლოჟაში, ლოჟაში იმყოფებოდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც იჯდა პრემიერის გვერდზე. კი და რომელიც ყვითელი ბარათით ტოვებდა ამ თამაშს და იყო ერთი ამბავი, ანუ ყველაზე აქტუალური თემა მაშინ გარდა იმისა მოვიგებდით თუ არა, იყო ის, რომ ხვიჩაზე როგორ დაგვამერთდა ესეთი რაღაც, რომ ტოვებს თამაშს. შესაბამისად ყველა ითხოვდა ხვიჩას კადრში. შეგიძლიათ YouTube-ის ლინკი აიღოთ, ან Facebook Live-ის ლინკი აიღოთ და ნახოთ იქ კომენტარებშიც ითხოვენ ვიღაცები, რომ რატო ხვიჩას არ გვაჩვენებთ. შესაბამისად რატო არ ქონდა ხვიჩას არ ვიცი, მე ვერავის ბრალს ვერ დავდებ, რა თქმა უნდა, რატო არ იყო ხვიჩას კადრი, მაგრამ გუშინდელი საუბრიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ის ხვიჩას კადრი იყო ერთხელ, კი, მაგრამ მე ჯერ არ ყოფილა და არ გამოვრიცხავ გუშინდელი კახას საუბრიდან იმას, რომ დიდი შანსია, რომ იმიტომ არ ანახა ეს კადრი, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იჯდა ხვიჩა. მე ვარ ის ერთ-ერთი იმ ორი საწყალი გოგოდან, რომელიც ტიროდა კახას გუშინდელი რეპლიკიდან. ეს იყო 14 ოქტომბერი. საქართველოს ალბანეთის მატჩი, რასაც გუშინ კახამ ახსენა უშუალოდ. როდესაც ფედერაციის წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს ასეთი რამ, რომ ჰიმნების ჩვენების დროს ფეხბურთის ფედერაციის? დიახ, ფეხბურთის ფედერაციის, რომ ჰიმნების ჩვენების დროს არ იყო ნაჩვენები VIP ლოჟა, ეგრეთ წოდებული. გთხოვეს, რომ იქნებ დავკონტაქტებოდით PTS-ში ჩვენს რეჟისორს და გვეთხოვა, რომ ეჩვენებინათ. ხო, ნუ ეს არის სტანდარტი, რომელსაც შევთხოვა ერთი წამით რო იყო ნაჩვენები? არა, ეს არის 14. საერთოდ არ იყო ნაჩვენები. საერთოდ არ იყო. წავედით PTS-ში, PTS-ზე ითქვა ასევე, რომ ჩვენ უფლება შესვლის იქ არ გქონდა, კახამ თქვა, რაც არის ტყუილი. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კახა ესე თulis UEFA-ს წარმომადგენლები და თვითონ PTS-ის თანამშრომლებიც იქ იყვნენ და რო ვკითხეთ, შევედით ჩვეულებრივად, არანაირი პრობლემა არ ყოფილა და ძალიან კორექტულად და ძალიან ყოველთვის როგორც მახასიათებს ურთიერთობა ნებისმიერ თანამშრომელთან მიუმართეთ და ვუთხარით, რომ ასე ფედერაცია მოვიდა და რატომ არ ვაჩვენეთ ჰიმნების დროს VIP ლოჟა. მე აღარ გავიმეორებ რა მოხდა იმ PTS-ში. კახა პირდაპირ დაიწყო გინება, შეურაცხყოფა მიაყენა როგორც მთავრობას, ასე დირექციას ტელევიზიის და პირადად მეც სიტყვერი შეურაცხყოფა მომაყენა. ხაზ გასმით ვუთხარი, რომ ეს იყო ფეხბურთის ფედერაციის შენიშვნა. ბოლო კადრი, რომელიც თურმე ზეწოლის ქვეშ გავაშვებინეთ, კადრი, როდესაც წააგო ნაკრებმა და აჩვენებს მთავრობას და იძახის, რომ ამით შეარწყვინა ჩვენი მთავრობა, თავდარწყვინილი მთავრობა ვაჩვენე და ამითო მოკლედ ზიანი მივაყენე. ბოლოს რაც მას ხას უსვამდა, რომ აი ბოლოსო ესო დამაძალესო და კი არ მინდოდა, მაგრამ აი ესო არ გაწყობდათო ამის გაშვებაო. ეხლა მე რაღაც მე მგონია რომ ეხეთელი ეს რა ყველა პოლიტიზირებული ამბავი ყოფილი. ეს ინციდენტი, რომელიც დეტალებიც დეტალურად არ ვიცოდი, თუმცა ვიცი რომ მოხდა ასე ვთქვათ
შეურაცხყოფა, მით უმეტეს ჩვენი სპორტის გუნდის, რაზეც თვითონ კახამ განაცხადა, რომ ამ ინციდენტის მერე თვითონ დაწერდა სამსახურიდან და წავიდა და როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოკლა რა მოხდა, ყველა შემთხვევაში ყოველთვის ჩვენ თანამშრომელს ვაწერინებთ ახსნა განმარტებას, მანდაც განმარტა ეს ფაქტი, აღმოჩნდა რომ გოგოებსაც პრობლემა არ ქონიათ კახასთან, ამიტომ ასე ვთქვათ ეს ინციდენტი ამოიწურა და ასე ვთქვათ კახამ და გააგრძელა მუშაობა. მან თხოვა მე რომ თუ მაჩვენებსო ამ წესებსო და გამოგზავნილ დოკუმენტაციას მე ბოდიშს მოვხდიო და კახა მე ვიცი რომ შენ არ შეგწყვება ეხა ბოდიშს მოხდა, შენ შეგიძლია ამის გაკეთება, იმიტომ რომ ნამდვილად სულ ეს მესმის შენგან რომ ვაჟკაცი ადამიანი ხარ, მე ამაში გულწრფელად არ მეპარება ეჭვი. ის დოკუმენტი, რომელსაც მე ხა თქვენ ამას დაგიტოვებთ, რა არის UEFA-ს წესები. სხდომის დასასრულს თინათინ ბერძენიშვილმა ზეწოლასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე ისაუბრა და ამ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში მიმართული ტელევიზიის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ და ამის დასტურად მოიყვანა საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის ელჩებთან გაგზავნილი წერილი, რომელთა ავტორებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებს უწოდებენ თავს. 24 იანვარს 25 წლის იგზავნება წერილი ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის მე შემილია ვთქვა ალბათ მაგ ამის უფლება ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, ამ ადამიანების სახელით GPB Guardians, იმიტომ რომ ბოლოს წარწერა არის GPB Guardians და მე ესეც ხო ყველა რა ვიცი ალბათ შეიძლება ამ მეილების გასაჯაროება თუ იქ არაფერი წერია ისეთი რაც არ თქმულ. მიდის წერილი, სადაც პირველივე პუნქტი არის editorial policy and management practices, სადაც იწყება, რომ თინათინ ბერძენიშვილი შეხვდა რეგიონალური ტელევიზიის რეგიონალურ ჟურნალისტებს შეხვედრაზე და სადაც უთხრა, ეხლა პირდაპირ თუ Google Translate-ის თარგმნას ვიძახი, რომ ახალი new editorial policy თურმე არის ტელევიზიაში და ვინც ამას ხელს არ მოაწერს, ის სამსახურიდან წავა. მე მარტო ერთ ბაზაზე და ეს არის ვრცელი წერილი, ძალიან დიდი და ვრცელი, თვითონ ალბათ დადებენ საჯაროდ. უბრალოდ ეს არის ცილისწამება ჩვენმა რეგიონების ჟურნალისტებმა, მადლობა მათ კიდევ ერთხელ. ისე რომ მე არ ვიცოდი, უბრალოდ ეკა ქალბატონმა ეკა შონიამ, პირდაპირ რო თქვა, ეკამ ჩამიგდო ეს წერილი და მითხრა, რომ თუ შესაძლებელია, რომ მათი სახელით ეს პასუხი გასცეს, მათი ინიციატივა იყო და ამიტომ მე ვთხოვ, რომ ეს წერილი ყველაზე ცოტა შიდა ჯგუფში დადონ, მათ მიწერეს, რომ მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, ნუ ეხა ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, ხო, რომ მსგავსი რამ არც მითქვია, არც მიფიქრია. თითოეული თანამშრომლის აზრი ნამდვილად მაინტერესებს და ვადასტურებ თითოეულ მათგანს უთხარი, რომ მე ესე ვთვლი, თუმცა თქვენ რა თქმა უნდა, იმას უნდა მოაწეროთ ხალით, რისაც გჯერათ. არასდროს არავის მე არ ვეტყვი, რომ რამე არჩევანი გააკეთოს, იმიტომ რომ მე ესე მგონია. მე ესია არ მინახავს, თუ მე მენდობით სიტყვას მართლა არ მინახავს, არ მაინტერესებს და იმიტომ, მაგრამ როცა მოვა ამის დრო ნამდვილად ნახავ, უნდა ვიცოდე ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, აბრალებენ მენეჯმენტს, რომ არის მიკერძოებული და კანონს არღვევს, ვინ არიან ეს ადამიანები. მართლა მაინტერესებს, რომელს გაუჭირდა ეს ჩემთვის ეთქვა, როდესმე და მე მათ არ მოусმინე, ეს მე მაინტერესებს და სხვათა შორის ბრალდება, რომ მე ამ თანამშრომლებს ვეუბნები, რომ თუ ამ სიას ვნახავ და მე თქვენ სამსახურიდან გაგიშვებთ, უბრალოდ აქვე უნდა ვთქვა, როგორც ფაქტი, მე ეს არ ვიცოდი და თამარა მითხრა, ამ თანამშრომლებს პირველ თებერვალს აქედან 9 თანამშრომელს გაეზარდა ხელფასი. ვინც ამ რაღაცა დოკუმენტს, რომელიც მე არ მინახავს 9 იანვრიდან ბოდიში, 1 იანვრიდან გაეზარდა ხელფასი. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანებს, რომლებსაც მე თურმე ვურეკავ, ან რაღაცა არ ვიცი, ვდევნი სამეურვეო საბჭოს წევრებისა და მენეჯმენტის მხრიდან სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ უნდა ჩატარდეს შიდა მოკვლევა ყველა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ამ მოკვლევების შედეგებზე უკვე ბორდის მომდევნო სხდომებზე იქნეს გაჟღერებული და შეფასებული აღნიშნული მოვლენები. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიკა შალიკაშვილი საუბრობდა.